სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ ახლა ვართ ძველ აღთქმაზე, ეს არის ნაწილი მე-9, დაბადების მერვე თავი. ახალი დასაწყისის ღმერთი. ნება მომეცი წავიკითხო ეს თავი და მერე გავაგრძელოთ კომენტარები. დაბადება მერვე თავი. და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი. დაიხსნენ უფსხულის წყაროები და ცის სარკმელი და შეწყდა წვიმა ციდან. უკუ იქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა 150 დღის ბოლოს. დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მე-7 თვის მე-17 დღეს. იკლებდა წყალი მე-10 თვემდე და გამოჩნდა მთის მწვერვალები მე-10 თვის პირველ დღეს. 40 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი კიდობანისთვის რომ ქონდა გაკეთებული და გამოუშვა ყორანი რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე. მერე მტრედი გაუშვა რომ გაეგო დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე და გაიწოდა ხელი ნოემ აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. მოიცადა კიდევ 7 დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. მობრუნდა მასთან მტრედი საღამოშამს და ზეთის ხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით და მიხვდა ნოე რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე. კიდევ მოიცადა 7 დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან და აღარ დაბრუნებულა იგი უკან. ნოეს დაბადებიდან 601 წელს პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. და უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები. თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება, ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ. გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები და ყოველი ცოცხალი არსება, ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი, თვავიანთი ჯიშისამებრ გამოვიდა კიდობნიდან. აუგო ნოემ სამსხვრელო უფალს ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან, სათითაო დამოარჩია და აიტანა სულდასაწოლად სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსულნელება და თქვა უფალმა გულში: აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულის წადელი მიდრეკილი. მეტად აღარ გამანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი. სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე. ეს არის მერვე თავი, რომელიც უნდა განიხილოს ახლა ბატონმა Warren Wiersbe-მ და მიაქცეთ ყურადღება თუ რა საინტერესოდ არის გაშლილი ეს ყველაფერი აბსოლუტურად, რომელიც პარალელებიც, უამრავი პარალელებით ახალ აღთქმასა და თუ არ დაიზარებთ, მე არ მაქვს საშუალება რომ ყველა ბიბლიური პარალელი მოგიყვანოთ, ამიტომ თუ არ დაიზარებთ, მოინიშნეთ, თუ ეხლა ვერ მოასწრეთ, ან გააჩერეთ ეს აუდიო მოსასმენი, რათა უფრო ნაყოფიერი იყოს თქვენთვის. ახალი დასაწყისის ღმერთი. როდესაც შეშფოთებული მორწმუნეები ბიბლიაში ეძებენ რაიმე წამახალისებელს, იმედის მომცემს, ისინი უფრო ხშირად მიმართავენ ხოლმე რომაელთა წერილის მერვე თავს, ვიდრე დაბადების ამ მერვე თავს. და მე წავიკითხავ დასაწყის და დავთვალებას მერვე თავის რომაელთა, იმიტომ ძალიან საინტერესოა. ამიტომ ახლა არავით არ იმჟავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის, არა ხორციელად, არამედ სულიერად, რადგან სიცოცხლის სული ზრჯულმა ქრისტე იესოში გამანთავისუფლა მეცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. და 38-39 ეს დასაწყისი და ეხლა დამთავრება 38-39 და მწამს რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავით არის სხვა ქმნილება, ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. მართლაც რომ რომაელთა ეს მერვე თავი ერთ-ერთი ყველაზე გამამხნევებელი და იმედის მომცემია წმინდა წერილში. მაგრამ დაბადების ეს მერვე თავი აღწერს ღვთის განწმენდის ოპერაციას წარღვნის შემდეგ. და შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენ ცხოვრებისეულ ქარიშხალში აღმოჩნდებით,
დაბადების ამ მერვე თავს შეუძლია ახალი იმედი და გამხნევება მოგცეთ, რადგან ამ თავის მთავარი თემა განახლება და დასვენებაა გასაჭირის შემდეგ. ეს თავი აღწერს ქარიშხლის დასასრულს და ახალი სიცოცხლისა და იმედის დასაწყის ღვთის ხალხისა და ღვთის ქმნილებისათვის. უბრალოდ დაფიქრდით, რას აკეთებს ღმერთი დაბადების ამ მერვე თავში და გამხნევდით. შემდეგ ქვეთავი ისეთია, ღმერთს ახსოვს თავისიანები. როდესაც ქარიშხალს გადიხართ, ცხოვრების ოლ ქარიშხალზეა ლაპარაკი, შეჭიროებაზე, ტანჯვებზე, ადვილია რომ თავი მიტოვებულად იგრძნოთ. ფიქრობ უფალმა დამივიწყა, თქვა ერთ-ერთმა ეკლესიის წევრმა, რომელსაც მე სამავტყოფოში ვსტუმრობდი. გონებაში მას შეეძლო გაეხსენებინა ებრაელთა მე-13 თავის მე-5 მუხლი, რომელიც ციტირებულიყო არასოდეს მიგატოვებ და არ დაგაგდებ, მაგრამ გულში თავის მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა ეს ადამიანი. სად იყო ღმერთი? როდის დასრულებოდა ეს მისი ქარიშხალი? მიტოვების გრძნობა ძალიან ნორმალური ადამიანური ემოცია, რომელიც ჩვენს უმეტესობას განუცდია. ვაღიარებთ თუ არა ამას. რატომ დგახარ შორს უფალო? კითხა ფსალმურ მომღერალმა. ღმერთს. რატომ იმალები გაჭიროების ჟამს? მე-10 ფსალმურის პირველი მუხლი. ასევე პავლე მოციქულმაც აღიარა, რომ მისი გაჭიროება აზიაში იმდენად ძიმე იყო, ეს სიტყვები ათქმევინა მას მეორე კორინთელთა პირველი თავის მერვე მუხლში. რადგან არ გვინდა ძმებო არ იცოდე ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადახვდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე რომ სიცოცხლის იმედიც აღარ ქონდა, მაგრამ ჩვენშივე ქონდა სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ ქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომლებმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის. ხოლო იესო ქრისტემ, რომელმაც განიცადა ჩვენი ყველა ადამიანური განსაცდელი, გახსოვთ ჯვრიდან რა წამოიძახა? ღმერთო ჩემო, რატომ იმატოვე? ეს იყო მათეს სახარება 27 თავი 46. მიტოვების გრძნობა ღვთის ხალხისათვის ახალი არაფერია, მაგრამ შემდეგ მათ ახსენებათ ხოლმე ცნობილი ჰიმნი. ღმერთი ჯერ კიდევ ტახტზეა და ის გაიხსენებს თავისიანებს. სიტყვა გახსოვდეს დაბადების მერვე თავის პირველში ანიშნავს რაღაცის გახსენებას, რაც შეიძლება დავიწყებული ყოფილიყო. ღმერთს არაფერი არ ავიწყდება და არ შეუძლია რომ დაავიწყდეს. მან თავიდანვე იცის ყველაფრის დასასრული. პირიქით, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას, აღთქმის შესრულებას და ვინმე სახელით მოქმედებას. მაგალითად, ღვთის აღთქმა და მათ ცოდვებსა და ურჯულოებს აღარ გავიხსენებ ებრაელთა წერილში, რომელიც წერია მე-10 თავის მე-7 მუხლში, ნიშნავს, რომ ღმერთი არ გვაბრალებს ჩვენ ცოდვებს და არ გვექცევა ცოდვილებად. რა თქმა უნდა, ღმერთმა იცის ის თუ რა ჩავიდინეთ, მაგრამ იესო ქრისტესადმი ჩვენი რწმენის გამო ჩვენი ცოდვები დავიწყებულია. ღმერთი ისე გვექცევა, თითქოს ჩვენი ცოდვები არასოდეს არ ჩაგვიდენია. უფალი აღარასოდეს იხსენებს მათ ჩვენს წინააღმდეგ. გახსოვდეს ნიშნავს სხვისი სახელით მოქმედებას. ღმერთმა გაიხსენა აბრაამი და იხსნა ლოტი სოდომში განადგურებისაგან. დაბადება 19:29. უფალმა ასევე გაიხსენა რახელიც და ხანაც და მისცა მათ საშუალება, რომ დაორსულებულიყვნენ და ვაჟები გაეჩინათ. გახსოვთ, ეს არის დაბადება 30:22 და პირველი მეფეთა 1:11-19. უფალმა გაიხსენა თავისი აღთქმა და იხსნა ებრაელები ეგვიპტის მონობიდან. გამოსვლის წიგნი 2:24-6:5. გახსოვდეს გულისხმობს ღვთის მიერ აღებულ წინავალდებულებას და აცხადებს, რომ ავალდებულების შესრულება აუცილებლად მოხდება. ნოე და მისი ოჯახი და ცხოველები 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ კიდობაში, რაც ძალიან ბევრი ხანი ნიშნავს ერთად ყოფნას. საინტერესოა, იყო თუ არა ისეთი მომენტი, როდესაც მათ მოთმინების ფიალა აესვოთ ერთმანეთის ან ცხოველების მიმართაც. არ არსებობს ჩანაწერი, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა მათ კიდობაში ჩასვლის შემდეგ. ამიტომ შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრს ხანდახან ეგრძნო მიტოვებულობის განცდა და შიში. რომ თითქოს და ღმერთმა დაივიწყა ისინი და აღარ აინტერესებდა ეს ადამიანები.
ღმერთმა არა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გაიხსენა, არამედ ცხოველებიც, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ კიდობანში. ღმერთმა დაინდო ეს არსებები, რათა მათ შეძლებოდა ცხოვრება განახლებულ დედამიწაზე და გამრავლებულიყვნენ თავიანთი სახეობების მიხედვით. მისი სურვილი იყო, რომ მის არსებებს ესიამონა დედამიწიდან და წვლილი შეეტანათ იმ ადამიანის ბედნიერებაში, რომლებიც მან შექმნა საკუთარი ხატით. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ცხოველები შედიოდნენ ღვთის მიერ ნოესთან დადებულ აღთქმაში. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი არასოდეს ივიწყებს და არ მიატოვებს თავის ხალხს, არა მხოლოდ მისი აღთქმების გამო, არამედ თავისი პიროვნების გამო, თავისი ხასიათის გამო. ეს მისი თვისებაა, ეს მისი ატრიბუტია. ღმერთი სიყვარულია და სადაც არის სიყვარული, იქ აუცილებლად არის ერთგულებაც. მას არასოდეს შეუძლია უარყოს საკუთარი თავი ან თავისი სიტყვა, რადგან ის არის ერთგული ღმერთი და მას არასოდეს არ შეუძლია, რომ შეიცვალოს, რადგან ის უცვლელია. მაშინ ცვალებადობა არ არსებობს. რადგან ის სრულყოფილია, ღმერთს არ შეუძლია უკეთესობისკენ განვითარდეს ან შეიცვალოს. რადგან ის წმიდა, მას არ შეუძლია უარესობისკენ შეიცვალოს. ჩვენ შეგვიძლია ამიტომ დავეყვნოთ მას მიუხედავად ჩვენი გარემოებებისა და ჩვენი გრძნობებისა, რასაც არ უნდა განვიცდიდეთ გაჭირვების ჟამს. შემდეგი კვეთავი ესე დაასათაურა უორენ ბრისბიმ. ღმერთი განაახლებს თავის სამყაროს. ან აახლებს. მეშვიდე თავის 24 მუხლის თანახმად, რომელიც ჩვენ წინა ჩანაწერში განვიხილეთ, ხომ? წარღვნა პიკს 150 დღეში აღწევს. ძლიერი წვიმა და წყლის ამოფრქვევები დედამიწის ქვემოდან შეწყდა, რომელსაც ამ თავის მეორე მუხლი მოგვითხრობს. და მომდევნო 5 თვის განმავლობაში ღმერთმა წყალი უკან დაახია და შრალი გამოჩნდა მიწა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება დასვა, საწავი და წარღვნის წყლები, ასე რომ არასოდეს შეაფასოთ წყლის მოძრაობის ძალა. მას შეუძლია ნებისმიერ ადგილზე მოძებნოს გასასვლელი. შესაძლებელია, რომ წარღვნამ მნიშვნელოვნად შეცვალა მიწის კონტურები და შექმნა ახალი ადგილები ამ წყლების შესავსებად. როგორც დედამიწის ზედაპირზე, ასევე მიწის ქვეშეთში. იმის გამო, რომ ამოფრქვევები მოხდა დედამიწის ქვემოდან, გახსოვთ მეშვიდე თავში, მთელი კონტინენტები და მთები, ქედები შეიძლება აღმობურცულიყო და პირიქით ჩავარდნილიყო. ამიტომ შეიქმნა უზარმაზარი ადგილები, სადაც წყლებს შეეძლოთ, რომ შეევსოთ და ჩაღვრილიყვნენ. ღვთის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ქარები ხელს უწყობდნენ წყლის აორთქლებას და ასევე მის გადატანას იმ ადგილებში, რომლებშიც ღმერთმა ისინი განსაზღვრა. ღმერთი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, რომელმაც დედამიწა მთლიანად წყლით დაფარა, ასევე საკმარისად ბრძენია იმისათვის, რომ იცოდეს თუ როგორ განკარგოს მათი შემდგომი ბედი, როდესაც მისი სამუშაო დასრულდება. საუკუნეების შემდეგ ღვთის ქარი კალიებს გახსოვთ ეგვიპტეში შეიყვანდა და მოგვიანებით ზღვაში გადაყრიდა მათ. გამოსვლის წიგნი ამას მოგვითხრობს მე-10 თავში. ღვთის ქარი ასევე გახსნიდა წითელ ზღვას და მშრალ გზას გაუკეთებდა ისრაელის ხალხს, როდესაც ისინი ეგვიპტეს ტოვებდნენ და ფარაონს გაურბონენ. ამას გადმოგცემს გამოსვლის წიგნის მე-14 თავი. ქარიშხლიანი ქარი ასრულებდა ღვთის სიტყვას. ფსალმუნი 147:8. მეშვიდე თვის მე-17 დღეს კიდობანი არარატის მთების მწვერვალზე გაჩერდა, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ არ ვიცით ახლა რომელი მწვერვალი იყო ეს. კიდობნის ნაშთების მაძიებლები, მკვლევარები ვერ პოულობენ დიდ ბიბლიურ მონაცემებს, რაც მათ დაეხმარებოდათ ამის ზუსტად დადგენაში. შემდეგ წლებში შემდგომ წლებში მეშვიდე თვე ებრაელებისთვის ძალიან განსაკუთრებული იყო, რადგან ამ თვეში ისინი ახალ წელს, საყვირების დღესასწაულს აღნიშნავდნენ და გამოსყიდვის დღესა და კაროების დღესასწაულს შემდეგ აგრძელებდნენ. ლევიტელთა წერილი ლევიტელთა წიგნი 23 თავი. ამას აღვიქცევს. ებრაულ ტექსტში ნათქვამია, რომ კიდობანი გაჩერდა, რაც გვახსენებს, რომ ნოეს სახელი დასვენებას ნიშნავს, რომ მის მამას ლამექს იმედი ჰქონდა, რომ მისი ვაჟი ამ გადაღლილ ცოდვილ სამყაროს დაასვენებას მოუტანდა. დაბადების მე-5 თავის 22 მუხლებში გახსოვთ ეს არის აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ კიდობანი უსაფრთხოდ გაჩერდა, ნოე ელოდა, რომ უფალი ეტყოდა შემდგომ თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ. ის 40 დღე დაელოდა, შემდეგ გაუშვა ყორანი და როგორც უწმინდური ლეშის მჭამელი ფრინველი, ეს არის აღწერილი უკვე ლევიანებში, მოსეს რო ღმერთი აძლევს მითითებას წმინდა და არაწმინდა ცხოველებზე და ფრინველებზე, რომელიც თავს ეს ლეშის მჭამელი კომფორტულად იგრძნობდა მცურავ
კარკასებს გვამებს შორის. ნოემ კიდევ ერთი კვირა დაელოდა და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომელმაც როგორც სუფთა ფრინველმა დასაჯდომი ადგილი ვერ იპოვა, ასე რომ ის უკან დაბრუნდა კიდობანში. ერთი კვირის შემდეგ ნოემ ისევ გაუშვა მტრედი და როდესაც ის დაბრუნდა, ახალი ზეთისხილის რტო ეჭირა. ნოემ იცოდა, რომ მცენარეები უკვე იწყებდნენ გაფურჩქნას და გაზრდას. ახალი სიცოცხლე ჩდებოდა დედამიწაზე. მტრედი, რომელმაც ზეთისხილის რტო მოიტანა, ნაცნობის სიმბოლოა მთელ მსოფლიოში მშვიდობისა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ნოემ მესამედ გაუშვა მტრედი, ის უკვე აღარ დაბრუნებულა და ამის მერე მიხვდა, რომ წყალი დამშრალი იყო. ნოემ კიდობნის ზედა გემბანზე ფანჯარა, პატარა ლუქი ააგო. და როდესაც ის გააღო, ნახა, რომ დამშრალი იყო წყალი. და მას უკვე შეეძლო გარშემო არსებული სამყაროს დათვალიერებაც. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც მგზავრები კიდომაში მთელი წელიწადის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ნოემ დაინახა, რომ მიწა მართლაც დამშრალი იყო, მაგრამ კიდობნიდან არ გამოსულა. მანამდე, სანამ ამას უფალი თავად არ ეტყოდა. 26 დღის შემდეგ ეს ბრძანებაც მოვიდა და ისიც დაემორჩილა მას. შემდეგ კვეთავი ესეთი აღმერთი აჯილდოებს რწმენას. ნოე რწმენის კაცი იყო, რომლის სახელიც მოხსენიებულია ებრაელთა მიმართ მე-11 თავში. რწმენის გმირების ჩამონათვალში. მას ჰქონდა რწმენა, რომ ღმერთთან ერთად ევლომას, როდესაც მსოფლიო ხალხი პირიქით უგულველყოფდა და არ ემორჩილებოდა თავიანთ სამყაროს გამჩენ ღმერთს. მას ჰქონდა რწმენა, რომ ღვთისათვის ემუშავა და ღვთისათვის დაემოწევინა ისე დროს, როდესაც ღმერთის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისადმი წინააღმდეგობა ძალიან პოპულარული იყო. ახლა, როდესაც წარღვნა დასრულდა, მარწმენა გამოავლენა, რომ კიდობნიდან გასვლამდე ის მაინც ღმერთს დაელოდა. კიდობანში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოკეტვის შემდეგ მას და მის ოჯახს ალბათ სურდათ შრალ მიწაზე სასწრაფო დაბრუნება, მაგრამ ისინი ღვთის მითითებებს ელოდებოდნენ. დედამიწაზე არსებული გარემოებები ხელსაყრელი ჩანდა მათი გადმოსვლისათვის, მაგრამ ეს არ იყო გარანტია იმისა, რომ ღმერთს სურდა, რომ ისინი დაუყოვნებლივ გამოსულიყვნენ და ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ესე რომ მორჩილი რწმენა ჩვენი პასუხია ღვთის სიტყვაზე, რადგან რწმენა მოსმენიდან მოდის, მოსმენა კი ღვთის სიტყვიდან, რომელთა წერილი 10:17. გამოავლინა თუ არა ნოემ ურწმუნოება, როდესაც ეს ფრინველები გაუშვა, ან კიდევ ეს ფანჯარა გახსნა, ლუქი გახსნა რელიეფის დასათვალიერებლად? არა, ის უბრალოდ იყენებდა არსებულ შესაძლებლობებს მონაცემების შესაგროვებლად. ასე რომ არასწორი არ არის სიტუაციის გაგება, უბრალოდ ჩვენ გვეუბნება ღმერთის სიტყვა, რომ ნუ დაეყრდნობით საკუთარ გაგებას. ეს არის იგავები 3:5-6. ღვთის ნებისამნი მორჩილება გულისხმობს არა მხოლოდ სწორი საქმის კეთება სწორი გზით და სწორი მოტივით, არამედ ამას სწორ დროსაც. ჩემი დრო შენს ხელშია, ფსალმური 30:15. ღმერთმა დააჯილდოვა ნოეს რწმენა და მისი ოჯახის რწმენა კიდობანში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათზე ზრუნვით და შემდეგ მათთვის დედამიწის მომზადებით, რათა მათ შეძლებოდათ კიდობნიდან გამოსვლა. ნოე ერთგვარად მეორე ადამიანს გავს, როდესაც მან ნოე ერთგვარად მეორე ადამია და მას გავს, როდესაც მან ეს ახალი დასაწყისი შექმნა კაცობრიობისათვის. გახსოვთ ღმერთმა სამყაროს შექმნის იმ კვირას დედამიწა წყლიდან გამოიყვანა და მოამზადა იგი ადამიანსა და ევასათვის. ახლა კი მან დედამიწა წარღვნისაგან გამოიყვანა და მოამზადა ნოესა და მისი ოჯახისათვის. უფალმა ნოეს ოჯახსა და ცხოველებსაც კი მისცა იგივე მცნება, რაც მან სამყაროს დასაწყისში მისცა ადამსა და ევას, ინაყოფიერეთ და გამრავლით. დაბადება 8:17. პირველი 22:28. ნოე მოამზადა კიდობანი თავის სახლის გადასარჩენად. ამას გვეუბნება ებრაელთა წერილის მე-11 თავის მე-4 მუხლი და ღმერთი ერთგული იყო მისი ოჯახის გადასარჩენად. წმინდა წერილში არ არის ნიშნება, რომ ნოემ თავისი ქადაგებით სხვები მოიწვია, რომ შეერთებოდნენ მას და თავის ოჯახს კიდობანში. მაგრამ ის, რა თქმა უნდა, წაახალისებდა მათ, რომ მინდობოდნენ ღმერთს და მოემზადებინათ საკუთარი კიდობნები. რა თქმა უნდა, არავინ აღიქვამდა მის ცნობას სერიოზულად, იმდროინდელი სამყარო ამიტომაც განადგურდა. მეორე პეტრე 3:6. რამ გამოიწვია მოსახლეობის მიერ ღვთის სიტყვის უარყოფა და განადგურება? ისინი გავდნენ ჩვენი უფლის იგავში, ლუკას სახარება 14:16-24 მოხსენებულ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ყოველდღიური ცხოვრებისეული ჩვეულებრივი საქმეებით. იგივეს გადმოგცეს მათეს სახარება 24.
37-39 და არ ღელავდნენ თუ რა ელოდათ მათ მარადისობაში. მათ ჯეროდათ, რომ ცხოვრება ისე გაგრძელდებოდა, როგორც ყოველთვის იყო, რომ არაფერი შეიცვლებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი არ შეიჭრებოდა სამყაროში და არ შეცვლიდა მოვლენების წესრიგს, მაგრამ მან ეს გააკეთა. განა დღესაც ადამიანებს იგივე დამოკიდებულება არ აქვთ უფლის დაბრუნების მიმართ. მეორე პეტრეს წერილი მესამე თავი ამაზე მოგვითხრობს. ასევე პირველ თესალონიკელებში პავლე მოციქული იგივეს გადმოგცემს მეხუთე თავში. როდესაც საქმე გადარჩენის წმენას ეხება, თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა მივენდოთ იესო ქრისტეს. ჩვენ ვერ გადავრჩებით სხვის სირწმენით, რაც არ უნდა ახლობელი იყოს ის ჩვენი. ნოეს ცოლი, მათი 3 ვაჟი და მათი 3 რძალიც თავადაც მორწმუნეები იყვნენ და მათ ეს დაამტკიცეს ნოესთან თანადგომით. როდესაც ის მუშაობდა და ამოწმებდა წარღვნის შესახებ, შემდეგ კი კიდობანში შესულით უფლისადმი მორჩილებით. გახსოვთ, ამას 120 წელი დაჭირდა. ღმერთი თაყვანისცემით სარგებლობს. მას შემდეგ რაც ის კიდობნიდან გამოვიდა და განახლებულ დედამიწაზე ფეხი დაადგა, ნოემ იმდენად მადლიერებით იყო სავსე, რომ მისი პირველი ქმედება იყო ოჯახის თაყვანისცემაში წარმართვა და წარძღოლა. მან ააგო საკურთხეველი და უფლისათვის შესაწირავად შესწირა რამდენიმე სუფთა ცხოველი. ნოე დაბალანსირებული მორწმუნე იყო. ის უფალთან ერთად დადიოდა სიყვარულით, სავსე ზიარებით და ტკბებოდა მისი თანდასრებით. ის უფლისათვის მუშაობდა კიდობნის აგებაში და უფლისათვის მოწობდა როგორც სიმართლის ქადაგებელი. ამას გადმოგცემს მეორე პეტრეს წერილის მეორე თავის მეხუთე მუხლი. კიდობაში ყოფნისას ის უფალს ელოდა მითითებების მისი გავლისის შესახებ, როგორც კი მიწაზე დადგა მან თაყვანის საუფალს. აბელის გასად მან ღმერთს საუკეთესო შესწირა. დაბადების 4:4 გასვთ აბელზე რას წერს და შეთელთა ნაშთის გასად მან უფლის სახელი მოიხმო. უფლის ჭეშმარიტ თაყვანისცემა დედამიწაზე აღდგა. ძველი აღთქმის დროს, როდესაც თქვენ დასაწვავ შესაწირავს წირავდით, თელ ცხოველს ან თელ ფრინველს უფალს წირავდით და არაფერს იტოვებდით საკუთრივ. ამას გადმოგცემს ლევიტელთა წერილის პირველი თავი. ყველა სხამსხორბლოზე იყო ბიბლიური კანონი, რადგან სხერპლი სიმბოლურად გამოხატა და უფლისადმი სრულ ერთგულებას. ერთგულების ახალ ეტაპზე ნოემ და თავისი ოჯახი მთლიანად მიძღვნილი იქნა უფლისადმი. ღმერთმა მისი მადლით დაიცვა და წარღვნის ქარიშხლის შუაგულიდან გამოიყვანა ისინი. ამიტომ შესაფერი ის იყო, რომ ისინი უფლისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყვნენ მისი ნების შესასრულებლად. ღმერთის სასიამოვნო სურნელი ადამიანის გამოხატვის ფორმაა, რომ ღმერთმა იყნოსა და მას ესიამოვნა. თუ ღმერთი უარს ამბობს შესაწირავზე და სურნელი მას არ მოწონს, ეს ნიშნავს, რომ ის უკმაყოფილო ამ თაყვანისცემლობით. ამას მოგცემს ლევიტელთა წერილის 26 თავი, ესაია პირველი თავში აღწერილია ეს. ახალი აღთქმის ენაზე რომ გადმოვიტანოთ, მსხვერპლი იესო ქრისტეზე საუბრობს, რომელიც ჩვენთვის თავს წირავს. და იარეთ სიყვარულით, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავი გასწირა ჩვენთვის შესაწირავად და მსხვერპლად ღმერთისათვის ტკბილ სურნელად. ეფესელთა წერილი 5:2. ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ღმერთს ვასიამოვნოთ იმით, თუ ვინა ვართ ან რას ვაკეთებთ, მაგრამ რწმენით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მიღებული იესო ქრისტეში. მამამ იესოს შესახებ თქვა, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მათეს სახარება 3:17. ისინი, ვინც ქრისტეს იწამებენ, ქრისტეში არიან, მეორე კორინთელთა 5:17. და როდესაც მამა მათ უყურებს, ის ხედავს თავისი ძის სიმართლეს, მეორე კორინთელთა 5:21. ასე რომ მორწმუნეები მიღებული არიან საყვარელ ძეში, რომელიც მამისათვისაა სათნო. ეფესელთა 1:16. როგორც კიდობანი, რომელმაც ნოე და მისი ოჯახი გადაარჩინა, იესო ქრისტემაც გაიარა ღვთის სამჯაროს ქარიშხალი ჩვენთვის. იონამ, რომელიც ქრისტეს სახეა სიკვდილში, დაკრძალოსა და აღდგომაში, მათეს სახარება 12:38-40 გაიარა ღვთის რიცხვის ქარიშხალი თავისი დაუმორჩილებლობისთვის გამო. მაგრამ იესო ქრისტემ ეს გაიარა ქარიშხალი ღვთის ნების მორჩილებით. იესოს შეეძლო ეთქვა, ყველა შენმა ტალღამ და შენი ტალღებმა გადამიარა. ფსალმური 41, იონა 2:3. ჩვენი უფლის ჯვარზე ტანჯვა იყო, ნათლობა, რომელზეც იესო ლუკას სახარებაშია მოხსენებული 12:50. ეს მაშინ იყო ასახული, როდესაც იოანემ იესო მონათლა მდინარე იორდანეში. ღმერთი ადასტურებს ბუნებრივ წესრიგს.
უფალმა ეს სიტყვები ნოეს კი არ უთხრა, მან ეს სიტყვები საკუთარ გულში წარმოთქვა. ეს იყო მისი მადლიანი პასუხი ნოეს რწმენაზე, მორჩილებასა და თაყვანისცემაზე. რა აღუთქვა ნოეს ღმერთმა? ის რომ მიწა აღარ იქნებოდა დაწყევლილი. ღმერთმა დაწყევლა მიწა ადამის ცოდვის გამო, გახსოვთ დაბადება 3:17 და დაამატა კიდევ ერთი წყევლა კაინის ცოდვების გამო 4:1-11. აქ ჩაწერილი ღვთის დაპირება არ აუქმებდა ამ წყევლებიდან არცეთს. ისინი არ წაიშლებოდა სანამ იესო არ დაბრუნდებოდა და ღვთის ხალხი წმინდა ქალაქში არ დაიმკვიდრებდნენ ადგილს. გამოცხადება 22. მაგრამ თავისი მადლით ღმერთმა გადაწყვიტა რომ არ გაეზარდა ადამიანის ტანჯვა. აღარ იქნება საყოველთაო წყალდიდობები, ღმერთმა ასევე განსაზღვრა რომ მომავალში წყალდიდობები აღარ იქნებოდა, ღვთის მიზეზი, რომელიც 21 მუხლშია მოცემული, სხვადასხვაგვარად არის ახსნილი. და თქვენი ახსნა გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის თქვენი ტექსტი თარგმანი მოწოდებული. თქვა ღმერთმა, რადგან ადამიანის გულის ზრახვები ბოროტია, თუ თქვა მან, რომელსაც ახალი ინტერნაციონალური ვერსია გაგმოცემს, მეფე იაკობის გადმოგცემს, თუ მან თქვა, თუმცა მისი გული ყოველი მიდრეკილება ბოროტია, თუმცა მისი გულის ყოველი მიდრეკილება ბოროტია. რომელია უფრო სწორი? უფალმა თავდაპირველად წყალდიდობა მოავლინა ადამიანების ბოროტი გულების გამო. ამიტომ კიდევ ერთი სამჟაროს გამოუცხადებლობა გამოაჩენა, რომ წყალდიდობა შეცდომა ან წარუმატებლობა იყო, ან რომ ღმერთმა უარი თქვა მისივე ხატად შექმნილ ადამიანურ მიდგომაზე. თუ ამ 21-ში ჩვენ ამას ვთარგმნით, რადგან მაშინ ღმერთი ამბობს, ადამიანის გული განუკურნებულად, ანუ გამოუსწორებლად ბოროტია, წყალდიდობამ გაანადგურა დამნაშავე, მაგრამ ვერ შეცვალა მათი გულები. ამიტომ კიდევ ერთი სამჟარო პრობლემას ვერ გადაჭრიდა. თუ მას გადავთარგმნით მიუხედავად იმისა, რომ ვთარგმნით მაშინ ღმერთი ამბობს, დიახ ისინი იმსახურებენ განგითხვას, რადგან მათი გული ბოროტია, ცოდვაში გაგრძელება და ამ წარმოებასთან გაკვეთილის არ სწავლან, მხოლოდ აჩვენებს თუ როგორ არიან ისინი ასე. მაგრამ მადლით მე აღარ მოვავლენ წარღვნას და არც მიწას დავწყევლიო. შესაძლოა ეს ორივე მიდგომა მისაღები იყოს და სიმართლე იყოს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღმერთმა ეს სიტყვები ნოეს მსხვერპლზე საპასუხო წარმოთქვა, რომ მსხვერპლი იყო ქრისტეს მსხვერპლის გამოსახულება და წინასახე. ებრაელთა წერილი 10, ეფესელთა წერილი 5:2. იესო ქრისტეს მიერ ჯვარზე შესრულებული გამოსყიდვის საფუძველზე ღმერთს შეეძლო ეთქვა, უკვე გადახდილია ფასი მსოფლიოს ცოდვებისათვის და შემიძლია უკვე თავი შევიკავო განკითხვისაგან. სამართალი აღსრულდა, ჩემი კანონი დაცულია და შემიძლია მადლი გამოხატო დაკარგული სამყაროსათვის. მე აღარ მოვავლე კიდევ ერთ წარღვნას და აღარ გავანადგურებ კაცობრიობას. ამის ნაცვლად მე მათ ჩემს დიდ ხსნას შევთავაზებ. ეს არ ნიშნავს თითქოს იმას, რომ ღმერთი დღეს აღარ განჟით ცოდვებს, ან მომავალში არ იქნება სამყაროს დიდი განკითხვა. რომელთა წერილის პირველ თავში, მე-18 მუხლში და შემდგომი ეპისტოლეები ნათლად აჩვენებენ, რომ ღვთის განკითხვა ცოდვილების წინააღმდეგ ახლავე ვლინდება, მათი ცოდვების შედეგების მეშვეობით. ღმერთმა ისინი საკუთარ ცოდვილ მონობას გადასცა და ცოდვების შედეგებს საკუთარ სხეულში ისინი იმკობენ. ერთ-ერთი უდიდესი განკითხვა, რომელსაც ღმერთი ცოდვილებს უგზავნის, არის ის, რომ მათ საკუთარ გზაზე მიუშვებს და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში გადაახდევინებს მათ ამ არჩევანს. ეს არის განკითხვა, რომელსაც მსოფლიო ახლა განიცდის. მომავალში კი იქნება გლობალური განკითხვა. მაგრამ არა წყლით განკითხვა. ეს იქნება უკვე ცეცხლით განკითხვა. ამას გვიყვება სულიწმინდა პეტრეს მეშვეობით მეორე წერილში მესამე თავში. ასე რომ ბუნების ციკლის დარღვევა აღარ მოხდება. წარღვამ ერთი წლით შეწყვიტა სეზონების ნორმალური ციკლი, მაგრამ ეს შემდეგ აღარ განმეორდებოდა. ამის ნაცვლად ღმერთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეების, კვირეების, სეზონების რიტმი გაგრძელდება მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს. ამ გარანტიის გარშე კაცობრიობა ვერასოდეს იქნებოდა დარწმუნებული სიცოცხლის აუცილებლობაში. ახლა ჩვენ ვიცით, რომ დღეებისა და ღამეების, კვირეების, თვეების, სეზონებისა და წლების სტაბილური ციკლი შენარჩუნებულია დედამიწის ბრუნვით მისი ღერძის გარშემო და დედამიწის ორბიტის მზის გარშემო ტრიალით. ღმერთმა ასე შექმნა, რათა მისი სამყარო ეფექტურად ყოფილიყო ფუნქციონირებული. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთება უამრავი გალაქტიკისაგან იყო შესაძლებელი, უფალმა გადაწყვიტა თავისი სიყვარული და მადლი გადმოეღვარა მხოლოდ და მხოლოდ აქ დედამიწის მცხოვრებლებზე. დედამიწა უფლისაა, ფსალმუნი 23.
უფალმა სამყარო ისე მოაწყო, რომ დედამიწაზე ცოცხალი არსებები შენარჩუნდეს და ის მოიცავს მამაკაცებს, ქალებს, რომლებიც ძალიან ხშირად სამწუხაროდ ივიწყებენ ხოლმე ღვთის ამ ზრუნველობას. დაბადების მერვე თავის 22 მუხში მოცემული გარანტია გვაძლევს იმედს და გამბედაობას, როდესაც უცნობი მომავლის წინაშე ვდგავართ და ყოველ ჯერზე, როდესაც ღამეს დასაძინებლად მივდივართ, ან ჩვენ კალენდარს გადავფუცლავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ზრუნავს პლანეტა დედამიწაზე და მის მაცხოვრებლებზე. ელექტროგანათების და ტრანსპორტის, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალების გამოგონებით ჩვენი სამყარო დაშორდა ბუნების ციკლებით ცხოვრებას, ღვთის მიერ, რომელიც იყო დამკვიდრებული. ჩვენ აღარ წვებით დასაძინებლად, როდესაც მზე ჩადის და აღარ ვდგებით მზის ამოსვლისას. და თუ არ მოგწოს ამინდი იქ, სადაც ვართ, შეგვიძლია სწრაფად გადამილოცოთ სხვა კლიმატში. მაგრამ თუ ღმერთი დააბნელებს მზეს, გადააწყობს სეზონებს, ან დახრის დედამიწის სხვა კუთხით, ჩვენი სიცოცხლე სადაც არ უნდა გავიქცეთ, ყოველთვის საფრთხეში აღმოჩნდება. ამიტომაც არის, რომ ღმერთი ჩვენ გვეპატიჟება ვიცხოვროთ დღითი დღე. გახსოვთ იესომ რა გვასწავლა, რომ ვილოცოთ, რომ მოგცეს მამამ ჩვენ ყოველდღიური პური. მათეს სახარება 6:11 და მადლიერები ვიყოთ ყოველდღიურად ამისთვის. როგორც თქვენი დღეებია, ისე იქნება თქვენი ძალა მეორე რჯული 33. მათეს სახარება 6. როდესაც მისმა მოწაფეებმა გააფრთხილეს იესო, რომ არ წასულიყო ბეთანიაში, გახსოვთ მან რა უპასუხა? განა 12 საათი არ არის დღეში? იოანეს სახარება 11:9. ანუ ის ამითი ემორჩილებდა მამის გრაფიკს და ცხოვრობდა დღითი დღე და ენდობოდა მამას, რომელიც ზრუნავდა მასზე. ღვთის დღისა და ღამის აღთქმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის ხალხისათვის, რადგან ის გარანტიას აძლევს მათ მის მზრუნველობაზე და დაცვაზე, რათა ისინი არასოდეს წყვეტდნენ ერთად ყოფნას. იერემია 33. ღვთის დაპირება, რომ ის აღარ გამოგზავნის კიდევ ერთ წარღვას, ეს გარანტია ებრაელებისთვის, რომ ის აღთქმა მათთან არასოდეს დაერღვევა. ესაია 54. ჩვენ მიდრეკლი ვართ, თავისთავად მივიღოთ მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა. თვარის ცვალებადი სახე და სეზონების ცვლილება, რომ ეს თითქოს და ასეც უნდა იყოს ავტომატიურად, მაგრამ დაიმახსოვრეთ და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ეს ყველა ეს ფუნქცია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ღმერთი ისევ მის ტახტზეა და ის ასრულებს თავის დანაპირებს. მთელი ქმნილება ქადაგებს მუდმივ ქადაგებას. თვითონ ქმნილება, სამყარო, ეს არის ღმერთის მიერ საუბარი. დღითი დღე, სეზონიდან სეზონამდე, რაც გვარწმუნებს ჩვენ მის მოსიყვარულე მზრუნველობაში. ჩვენ შეგვიძლია მივენდოთ მის სიტყვას, რადგან გასოთ კურთხეული იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი ისრაელი, როგორც დაპირდა. ერთი სიტყვაც არ დაჩენილა აღსრულებული მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის მოსეს მეშვეობით წარმოთქა. მესამე მეფეთა 8:56. შემდეგ მოდის შენიშვნები, რომელიც ძალიან საინტერესოა. პირველი, მოსემ ეს მიდგომა გამოიყენა, როდესაც ღმერთს ცოდვილი ისრაელისათვის შუამდგომობდა. გაიხსენეთ აბრაამი, ისააკი და ისრაელი. ეს არის გამოსვლის წიგნი 32:13 მუხლი. და ასევე ეს იყო ნეემიას განმეორებით ილოცვაც. ნეემია 13, 14, 22, 29, 31. ღმერთს თხოვო, რომ გაიხსენოს. ნიშნავს შეახსენო მას მისი დაპირებები და მოითხოვო ეს დაპირებები შენთვის. ფსალმუნი 24, 6:7, ფსალმუნი 104:8, 42 მუხლი, 105:4, 45 მუხლი, 131 პირველი მუხლი, 135, 23 მუხლი. ასევე მარიამი ხარობდა ღვთის მიერ წყალობის გახსენებით. ლუკას სახარება გადმოგცემს პირველ თავში ამას, ხოლო ზაქარია იოანე ნათლისმცემლის დაბადებისას გალობდა ამაზე. ამას გადმოგცემს იგივე ლუკას პირველი თავი 72-73 მუხლები. სახელი ზაქარია ნიშნავს ღმერთი იხსენებს. ან გაიხსენებს. მეორე შენიშვნა არის ცხოველების მიმართ ღვთის განსაკუთრებული ზრუნვის განსახილველად, წაიგითხეთ შენიშვნა მე-11. მესამე იხილეთ დაბადება 28:15. მეორე ჯული იესონავესზე. მეორე ნეშტა K ორმა, როდესაც ნებრასკას გუბერნატორი იყო, ეს უკვე მეოთხე შენიშვნას იძლევა აქა, იმასთან დაკავშირებით, რომ წყალები საწავიდნენ, გახსოვთ, რომ ახსენა ვორენ ვირუსი წყლებმა არ დასვათ კითხვა, რომ თითქოსა წყლების საწავი და ამდენი წყლებიო. და ესეთ თავის იმას იხსენებს ერთ-ერთ ამბავს. K ორმა, როდესაც ნებრასკას გუბერნატორი იყო, ნებრასკას საზღვაო ფლოტის ადმირალად დამნიშნა. როდესაც დიდი ხნის ვკითხე, თუ რატომ ყავდა ნებრასკას საზღვაო ფლოტი, მან ამიხსნა, რომ ის წყლის ოკეანეზე მდებარეობს.
თითქოს და ეს ნებრასკა, ესე ჯეროდა და ესე იყო გამოკვლევები, რომ წყალი ქვევით იყო ძალიან ბევრი მიწისქვეშა წყლები ნებრასკას ქვევით. რაც ხსნის ფერმის ფართო სარწყავს სისტემას, რომელსაც ეს 80 გზატკეცილი კვეთავსო. ნებრასკას ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გათხრები პრეისტორიული ცხოველების ნაშთების მოსაძებნად. ეს რაღაცას უნდა მივაწეროთ. ალბათ წარღვნას შესაძლოა, ხომ? მეხუთე, გამოსვლიდან დაწყებული ებრაელებს ჰქონდათ როგორც სამოქალაქო, ასევე რელიგიური კალენდრები. სამოქალაქო წელი იწყებოდა მე-7 თვეში, თიშრი, ჩვენთვის სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა ეს, მაგრამ რელიგიური წელი იწყებოდა პასექით, ნისანის მე-14 დღეს, გამოსვლა 12-2. ჩვენთვის ეს მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდეა. გახსოვთ ჩვენც ესე აღვნიშნავთ აღდგომას, ხო? თუმცა ნისანი იქნებოდა სამოქალაქო წლის მე-7 თვე, ხოლო მე-7 თვის მე-17 დღე იქნებოდა პასექიდან 3 დღის შემდეგ. ჩვენი უფლის აღდგომის დღე. საინტერესოა რა? სწორედ ეს ხსნის იმას, თუ რატომ დაუკავშირა პეტრემ კიდობანი იესო ქრისტეს აღდგომას. 1 პეტრე 3:18-22. რადგან კიდობანი არარატში მაშინ გაჩერდა არატის თაზე, როდესაც ჩვენი უფალი მკვდრეთით აღდგა. ნახეთ რა მაგარი კვლევა არის ჩატარებული. მე-6 შენიშნა ეკლესიის მამების დროიდან მოყოლებული ქადაგებლები ორ ფრინველს ღვთის რაღაცა ორ ბუნებას აღწერენ ხორცისა და სულის. ილუსტრაციად მიიჩნევა გალატელები 5:16-26. მტრედი რა თქმა უნდა ღვთის სულს განასახიერებს. მე-7 ღვთის საზრუნავია მთელი ღვთის შვილის განაღვთის ორ ბუნებას ღვთის შვილის, ესე იგი ადამიანის ორ ბუნებას და ორმადას ხორცისა და სულის. მე-7 ღვთის საზრუნავია მთელი ოჯახის ხსნა და ერთგულება და სწორედ ამიტომ დაავალა მან ებრაელ მამებს და დედებს შვილებისათვის მისი სიტყვა ესწავლებინათ. იხილეთ მეორე რჯული 6:4-9 და ფსალმუნი 77, ფსალმუნი 101, ფსალმუნი 102, ფსალმუნი 111. ნახეთ, ყველგან მითითებაა, რომ მშობლები შვილებს უნდა გადასცემდნენ ღმერთის ამ სასწაულს და თავიანთი ცხოვრებაში ღმერთის ხელს. რომ მოეყოლათ ეს, როგორც ებრაელები უყვებიან, ასევე ჩვენც ჩვენ შვილებს უნდა მოუყვეთ ის თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენ ცხოვრებაში. სულთმეფოვნების დღესასწაულზე პეტრემ განაცხადა, რომ ღვთის აღთმა ბავშვებსაც მოიცავდა, რათა მათაც ერწმუნათ და გადარჩენილიყო მოციქულთა საქმეები 2. ხოლო პავლემ იგივე დაპირდა ფილიპელ ციხის ზედამხედველს, გახსოვთ, როცა გათავისუფლდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვირწმუნოთ ჩვენი შვილების ნაცვლად, მაგრამ ჩვენ ის რაც ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ ისინი და მოუზადოთ გზა ჩვენ შვილებს, რომ მათ ირწმუნონ. მერვე, დასაწვავი შესაწირავ ესე მოიცავდა ცოდვების გამოსყიდვას, ლევიტელთა 1:4, იობი 1:5 და მადლიერებას ღმერთის მიმართ. სულ დასაწვავზე არის. იმიტომ აიყო სხელფშეწირვა, რომელიც ნაწილს ლევიტელებს უტოვებდი, ნაწილს შენ თვითონაც შეჭამდი, გასვოთ ხომ? ასევე იმაზე პასექის დროსაც გასვოთ, როგორი იყო დაკლა, რომელიც უნდა შენც შეგეჭამა. მე-9 სწორედ ღმერთმა უზრუნველყო შესაწირავი, რადგან მან უბრძანა ნოეს, რომ თან წაეყვანა სუფთა ცხოველები კიდობანში, გასვოთ ხომ? საიდან აღმოჩნდა ეს წმინდა ცხოველები, ზუსტად იმისთვის, რომ შესაწირავისთვის ქონოდა. რასაც ღმერთს ვაძლევთ, მან ჯერ ის თავად მოგცა ჩვენ. ნახეთ, ღმერთს რო რაღაცას წირავ, გონია რომ შესაც წირავ. ის ღმერთმა მოგცა ჩვენ. უნარები, შესაძლებლობა, თანხა, მატერია, რომ არა ღმერთი ჩვენ ამას ვერ ვიშოვნდით. ამას გადმოგცეს მეორე ნეშტა 29:14. ჩვენ იმის გამო კი არ ვაძლევთ ღმერთს, რომ მას რაღაც აკლია. ფსალმუნი 59:7-5. არა ან რამე სჭირდება მოციქულთა საქმეები 17 გასვოთ პავლე რო ყვება და პავლე იხსენებს ამას. ჩვენს შესაწირავს სიხარული მაქვს ღმერთისათვის, მაგრამ ეს ამდიდრებს ღმერთს პირადად. მაგრამ ეს არ ამდიდრებს ღმერთს პირადად. პირიქით, ეს გაცემა ამდიდრებს თავად ღმერთის თაყვანისმცემელს, ანუ ჩვენ. ფილიპელთა წერილი 4:18. მადლობა მოსმენისათვის.